საქართველოში დინგეს ვირუსი დაფიქსირდა, აღნიშნული კოღოს ნაკბენით გადადის. დინგეს ინკუბაციური პერიოდი 5-7 დღეა, იწყება მწვავე შემცირნებით და ტემპერატურის მატებით 39-41 გრადუსამდე, ასევე ახასიათებს ძლიერი თავის, კუნთების და სახსრების ტკივილი. რაც შეეხება ებოლას შემთხვევებს, ის არ დასტურდება და იეშულის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ცნობით, მისი გავრცელების რისკი ქვეყანაში ამ ეტაპზე არ არსებობს. დინგეს სტატისტიკას მოგახსენებთ, დღეისათვის ითვლება, რომ ყოველწლიურად დინგეს ვირუსის 350 მილიონი შემთხვევა ფიქსირდება მთელ მსოფლიოში. საქართველოსთან დაკავშირებით ყოველ წელს 2017 წლიდან დაწყებული ქვეყანაში ფიქსირდება ერთეული შემთხვევები, როგორც წესი და ეხლაც წინა კვირას დაფიქსირდა ერთი შემთხვევა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ. ჩვენ ქვეყანაში ყველა შემთხვევა იყო შემოტანილი. არც ერთი შემთხვევა არ გადასულა, არ გავრცელებულა საქართველოში დაფიქსირებული პაციენტიდან მეორე ადამიანზე. ესეთი ფაქტი არ ყოფილა. ჩვენი ქვეყანა არ წარმოადგენს ამ თვალსაზრისით რისკს, თუმცა რა თქმა უნდა, ერთი შემთხვევის არსებობაც ამ ვირუსის არის საყურადღებო და მნიშვნელოვანი.